მოგესალმებით. რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის საპასუხოდ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა განიზრახა, რომ არქტიკის რეგიონში გაზარდოს სამხედრო ძალა. ამაზევე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს არქტიკის რეგიონში გახშირდა სამხედრო სწავლებებს მართავს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და სწავლებებს მართავს რუსეთი. და ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამ სწავლებების დროს კრემლთან ერთად მონაწილეობს პეკინიც, ანუ ჩინეთი. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ არქტიკის რეგიონში სამხედრო ძალთა ბალანსზე. და ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბოლოს დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადებები გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომ გრენლანდია უნდა მოექცეს ამერიკის შეერთებული შტატების ქოლგის ქვეშ და რომ იქ უნდა გაძლიერდეს სამხედრო წარმომადგენლობა. ახლა მინდა გრაფიკულად გაჩვენოთ თუ რა ვითარება არქტიკის რეგიონში, არქტიკის სარტყელზე. ეს არის პირველი, რაც შეეხება სწავლებებს. აქ წერტილებით მონიშნულია ის არეალები, სადაც ტარდება სამხედრო სწავლებები, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო კომპონენტისა და საჰაერო ძალების ჩართულობით. რუსეთი ძირითადად ბარენცის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ციმბირის აკვატორიაში მართავს სწავლებებს, ხოლო დასავლეთი, ამ შემთხვევაში ნატო, ნორვეგიის მიმდებარედ ატარებს სამხედრო სწავლებებს. ეს სამხედრო სწავლებები, როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ ინტენსიურია ბოლო პერიოდში და ახლა ჩვენ ვხედავთ ძალთა გადანაწილებას, ძალთა ბალანსს. აქ არის მოცემული ორივე მხრიდან დასავლური, ანუ ნატო და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები და ასევე რუსეთის სამხედრო ბაზები. როგორც ვხედავთ, რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მეტად დატვირთულია და როგორც აღნიშნეს მაგალითად როიტერი ნატოში ნორვეგიის ყოფილ სამხედრო წარმომადგენლის ინფორმაციას დაყრდნობით ასახელებს, რომ არქტიკაში არის საჭირო უფრო მეტი მობილიზება და უფრო მეტი სამხედრო ძალა. ამ გრაფიკულ გამოსახულებაში კი ჩვენ ვხედავთ სამხედრო საზღვაო ძალების გადანაწილებას, საზღვაო ბაზების გადანაწილებას. როგორც ვხედავთ, დატვირთული არის უფრო მეტად რუსეთის მიმართულებით, რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების ბაზები მობილიზებულია არქტიკის სარტყელზე, რუსეთის ტერიტორიაზე, ნატოს სამხედრო ბაზები არის ბრიტანეთში, ნორვეგიაში. აქ ამ გრაფიკულ გამოსახულებაში ჩვენ ვხედავთ საავიაციო ბაზების გადანაწილებას. აქ საკმაოდ ინტენსიურად არის ნატოს საავიაციო საშუალებები ნორვეგიის მიმართულებით, ასევე გრენლანდიაზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზაც არის 200 კაცია დაახლოებით შემადგენლობაში და რა შეეხება ამ სურათს. ეს არის ის მოქმედი სახმელეთო ბაზები, რომლებიც ამ მომენტისთვის არის რეგიონში. ეს არის სწორედ ამერიკული ბაზა, რაზეც საუბრობდით და რაც შეეხება ამ სურათს, ეს არის უკვე პოტენციური სამხედრო ბაზები, არააქტიური სამხედრო ბაზები, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს აქტიური სამხედრო კამპანიების მსვლელობისას. ეს ინფორმაცია არის მოგროვებული სხვადასხვა ანალიტიკური წყაროების მიხედვით, მაგალითად სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით არის ეს შედგენილი და კარგად ჩანს თუ როგორ არის დატვირთული რუსეთის ტერიტორია არააქტიური სამხედრო ბაზებით და როგორ არის დატვირთული დასავლეთის მიმართულება. ეს ეხება რაც შეეხება არქტიკულ სარტყელს და ჩვენ ვესაუბრეთ სწორედ ამავე საკითხზე სტუმარს, რომელთან ინტერვიუსაც ახლა შემოგთავაზებთ. არქტიკულ სარტყელში გლობალური გამოწვევების შესახებ საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ ევრონის ჯორჯიას ეწვია უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირძე. გამარჯობა ბატონო ანდრო, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოპატიჟებისთვის. პირველი კითხვა მექნება ზოგად გამოწვევებზე, რომელიც ახლა არქტიკულ სარტყელში ვითარდება და გავიხსენოთ ინციდენტები, ბოლოდროინდელი ინციდენტები, რაზეც ყურადღება გამახვილეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსშიც. არქტიკა თავისი ბუნებრივი რესურსებიდან და ზოგადად მდებარეობიდანაც გამომდინარე დიდ ყურადღებას იწვევს დიდ სახელმწიფოებში. არქტიკულ საბჭოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ყოველთვის რუსეთს ეკავა, რადგან რუსეთი გახლავთ სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე დიდი სახმელეთო საზღვარი აქვს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, არქტიკის რეგიონში და რუსეთს ბუნებრივია იზიდავს იქ არსებული მინერალური რესურსები, იქ არსებული ბუნებრივი გაზის და ნავთობის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი რესურსები, სწორედ ამიტომ, როდესაც პუტინის
პოლიტიკის ეს ფორმირება ხდებოდა 2007 წელს, ეს აგრესიული მიმართულება რუსეთისა, მან არქტიკაშიც ჩაატარა გარკვეული ექსპედიცია, რომლის საფუძველზეც თითქოს დადო მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ესე იგი მისი კონტინენტური შელფი გრძელდებოდა ჩრდილოეთ პოლუსამდე და ეს თითქოს და მას აძლევდა საშუალებას, რომ უფრო მეტად ესარგებლა ბუნებრივი რესურსებით, ვიდრე სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ასევე მოიპოვებდა და ცდილობდა ნავთობის მოპოვების გაზრდას არქტიკულ რეგიონში. ძირითადად ეს ორი სახელმწიფოა, ხო, აქ აქტორი მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ რუსეთი ასეთ დროს სარგებლობდა მათ შორის ნორვეგიის მხარდაჭერითაც, რომელსაც აძლევდა საშუალებას, რადგან თვითონ ტექნოლოგიების ნაკლებობა ჰქონდა, აი ამ რუსულ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ეწარმოებინა რეწვა ბუნებრივი რესურსების, რასაც წერტილი დაუსვა რუსეთის აგრესიულმა შეჭრამ უკრაინაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ნორვეგიაც და თქვათ რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მაგალითად შვედეთი, მაგალითად ფინეთი, რომლებიც ასევე არქტიკულ ქვეყნებს წარმოადგენენ, მკვეთრად დაუპირისპირდნენ რუსეთის პოზიციას და ეს დაპირისპირება არქტიკასთან მიმართებაშიც აისახა, ამიტომ ახლა რუსეთი იძულებულია და უკვე თითქოს ცდილობს, რომ ეს არქტიკული პოლიტიკა შედარებით შეარბილოს, იმიტომ რომ არ აქვს საშუალება ყველა ფრონტზე დასავლეთთან წინააღმდეგობის გაწევისა, მაგრამ ამავდროულად ხდება დასავლეთის მხრიდან გააქტიურება არქტიკული საკითხის, თუნდაც იმიტომ, რომ გარდა რუსეთისა, არქტიკით ინტერესს ბოლო პერიოდში გამოხატავს ისეთი მსხვილი სახელმწიფო, როგორიც არის ჩინეთი და ეკონომიკური ექსპანსიების თვალსაზრისით ახდენს არქტიკის, ასე ვთქვათ, გარკვეულ ათვისებას მისთვის ჩვეული ფორმებით და მეთოდებით. აი სწორედ ჩინეთი გაჟღერდა საკმაოდ ხშირად ახსენებენ ჩინეთს, განსაკუთრებით ვაშინგტონში, რომ ჩინეთის გავლენაც მზარდია არქტიკის რეგიონში და რაც ფაქტია და რაც ვიცით, არის რომ სამხედრო სწავლებები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ატარებს დედამიწის სამონაკვეთში, ხშირად არის ჩართული ჩინეთიც. აი სამხედრო სწავლებებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად ინტენსიურად ატარებს მოსკოვი სამხედრო სწავლებებს და რამდენად ინტენსიურად ატარებს სწავლებებს ამ რეგიონში ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. მას შემდეგ რაც რუსეთმა, როგორც თქვით, ეს აგრესიული პოლიტიკა არქტიკის რეგიონზეც განავრცო და უნდა ითქვას, რომ ეს არ არის რუსეთისგან ახალი გამოხტომა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც არქტიკის მილიტარიზაციას რუსეთი ძალიან აქტიურად ახდენდა და ამით საფრთხეს უქმნიდა ფაქტიურად არქტიკის რეგიონში განლაგებულ თითქმის ყველა სახელმწიფოს. ეს ახლაც მიმდინარეობს და ბუნებრივია მიმდინარეობს ჩინეთის ჩართულობით, იმიტომ რომ ჩინეთი აქტიურად ცდილობს რუსეთის ეს ეკონომიკური სიდუხჭირით გამოთავისუფლებული რესურსები თავად აითვისოს და თავად ჩაანაცვლოს ევროპული ან ამერიკული ქვეყნები, რომლებიც რუსეთის თითქოს და დემოკრატიზაციის პირობებში ინვესტიციებს ახორციელებდნენ რუსულ ეკონომიკაში და რუსული ეკონომიკის მოდერნიზაციას ახდენენ. ახლა ჩინეთი ცდილობს აი ეს გეპი შეავსოს, ამიტომ ქვეყნები აღარ ჯერდებიან დიპლომატიას და არქტიკის რეგიონში მიმდინარეობს აი ეს მზარდი სამხედრო ძალის დემონსტრირებაც, უპირველესად რუსეთი ატარებს ძალიან ხშირად არა მარტო სამხედრო სწავლებებს, თუ ოდნავ ქვემოთ ჩამოვიწევთ ბალტიის ზღვაში მაგალითად რუსული დივერსიული ხომალდიც იქნა დაკავებული, რუსეთის აი ეს ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც არალეგალურ გადატანას ეწევა გადაზიდვას ამ ნავთობპროდუქტებისა, ძალიან აქტიურია ასევე ამ რეგიონში. ჩინეთს თავის მხრივ აინტერესებს და აქვს გარკვეული პროექტი წამოწყებული, ეს პირობითად თუ დავარქმევთ, ვთქვათ, არქტიკული აბრეშუმის გზა, იმიტომ რომ ააგო უკვე გარკვეული ყინულმჭრელები, განავითარა გარკვეული ტექნიკა ამ რეგიონის ასათვისებლად. ბუნებრივია ეს ამერიკის ადმინისტრაციის მზარდ შეშფოთებას იწვევს და ტრამპის ახლანდელი პრეზიდენტის, ესე იგი, პოლიტიკიდან გამომდინარე, ის ცდილობს სერიოზული ნაბიჯები გადადგას არქტიკის რეგიონშიც იმისთვის, რომ რუსული შეკავება, რუსეთის შეკავება იქაც მოხდეს, სხვა შორის ნატომაც სამხედრო წვრთნებით უპასუხა აი ამ ჩრდილოეთის რეგიონში რუსეთის გამოხტომებს იმისთვის, რომ ეს ძალთა დემონსტრირება, ძალთა ბალანსი იქ არ დაირღვეს და რუსეთს არ მიეცეს საშუალება, რომ სანამ მსოფლიო ფოკუსირებულია ევროპაში რუსული ექსპანსიის აღკვეთისთვის, ჩინური გარკვეული ამ ეკონომიკური ექსპანსიის შეკავებისკენ, მანამ არ მოხდეს არქტიკის
ათვისება რუსეთის მხრიდან, ათვისებაში გულისხმობ აი ამ ძალადობრივ გარკვეულ ცვლილებებს არქტიკის გეოპოლიტიკაში, იმიტომ რომ არქტიკა გარდა იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონია, აი ამ გლობალური დათბობის პირობებში, ყინულის ინტენსიური დნობის პირობებში იძლევა საშუალებას ძალიან ბევრი ბუნებრივი რესურსის, ამბობენ, რომ სადღაც აღმოუჩენელი ნავთობის და გაზის 20-დან 30%-მდე არის არქტიკის რეგიონში და ამის ათვისებას ცდილობენ დემოკრატიული ქვეყნებიც, იმიტომ რომ ბუნებრივია, ყველასთვის ცნობილია, ეს ბუნებრივი რესურსები რუსეთის ხელში არის ვეპონიზირებული, იარაღად გამოიყენება, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი წინაპირობაა ეს ყველაფერი და ამიტომ ცდილობენ, რომ აი აქ ბალანსი არ დაირღვეს. ალბათ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ გრენლანდიისკენ მიმართული მზერაც ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად თუნდაც ის პროექტი, რომ პირველივე აღმასრულებელი განკარგულება ტრამპისა ეხებოდა არქტიკის რეგიონში ბურღვითი სამუშაოების განახლებას, რომელიც შეჩერებული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. აუცილებლად გრენლანდია ახსენეთ და ამასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. საუბარი გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატების ქოლგის ქვეშ შეყვანაზე. რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარად უთანხმოების მიზეზი ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითად დანიასთან მიმართებაში, რადგან ამ განცხადებას დონალდ ტრამპის ამ განცხადებას უმალვე მოჰყვა დანიის მხრიდან განცხადება, რომ ისინი აპირებენ ინვესტირებას, ანუ დაახლოებით 2 მილიარდ დოლარის ექვივალენტ თანხაზეა საუბარი, გრენლანდიის უფრო მეტად გაძლიერებისთვის სამხედრო ძალით. პრეზიდენტ ტრამპის წინა საარჩევნო გამოსვლები და აი ეს ინაგურაციის შემდგომ პირველ 100 დღეში მიმდინარე, ვთქვათ, გარკვეული, ანუ პროექტების ინიცირება, ზოგადად ინიციატივები შესაძლოა და სავარაუდოდ არ უნდა განვიხილოთ როგორც მოცემულობა. ბუნებრივია ეს არ იქნებოდა დანიისთვის, ვთქვათ, ესეთი რბილი განცხადება, იყო კიდევაც ცნობები, რომ საკმაოდ მკვეთრი საუბარი შედგა დანიის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ ტრამპ შორის ამ საკითხზე. ტრამპის ადმინისტრაცია ხასიათდება პროვოკაციული ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, არც ნატოს ფორმატი და არც სხვა თანამშრომლობის ფორმატი არ უზრუნველყოფს და არ ითვალისწინებს მოკავშირეების მიერ ერთმანეთის ტერიტორიის მიტაცებას, მაგრამ თუნდაც ეს განცხადება ინიცირებას იწყებს უკვე დანიის მხრიდან ამ ტერიტორიის მილიტარიზაციის, ხო? თუნდაც ნატოსთან დაკავშირებით ტრამპის განცხადება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ნატო დატოვოს, თუ არ გაიზრდება ხარჯები, გამოიწვია ის, რომ ევროპის ქვეყნები ხარჯებს ზრდიან და ნატო გაცილებით უფრო ძლიერი ხდება. უბრუნდები რითაც დავიწყეთ ამ თემის განხილვა, რომ ის, რომ ადმინისტრაციამ ეს განცხადება გააკეთა, მით უმეტეს წინა საარჩევნო პერიოდში, სულაც არ ნიშნავს, რომ მას აქვს განზრახვა ძალადობრივად ან სხვა რაიმე ზეწოლის გზით, ვთქვათ, ჩამოართვას ტერიტორია რომელიმე პარტნიორ სახელმწიფოს და არ ღვიოს ეს თანამშრომლობა და ამ შემდეგ. მე მგონია უფრო მეტად, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაცია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს რეგიონს, რადგან პირველი რუსეთი ახდენს ბუნებრივი რესურსების ვეპონიზაციას და ამით ზეწოლას ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოსაც, აი საქართველოს კონტექსტშიც რო განვიხილოთ ეს ამბავი და მეორე, სანამ მსოფლიო ჩართულია რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის განეიტრალებაში, ჩინეთი ეკონომიკური ექსპანსიით, ნახევარგამტარებზე მონოპოლიით, თქვათ იგივე სხვადასხვა უკონტროლო კრედიტების გაცემით, ინვესტიციებით, რომელსაც პოლიტიკური ვალდებულებები მოყვება, ცდილობს დაისაკუთროს თავისი წილი მსოფლიოში, მათ შორის ძალიან ღრმად არის შეჭრილი აფრიკის კონტინენტზე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპის რამდენიმე ქვეყანა აი ამ ჩინური ინვესტიციების ფონზე და როგორც გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არის არქტიკული სახელმწიფო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს აწარმოებს არქტიკის გავლით, აი ეს არქტიკული აბრეშუმის გზა, რომელსაც მოყვა მისი არქტიკული ტექნოლოგიების განვითარებაც, ყინულმჭრელების, სხვადასხვა მოპოვების საშუალებების და ამიტომ ახლა მსოფლიო ცდილობს გარკვეული ალგორითმი დაუპირისპიროს ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი ძალიან გავს
ცივი ომის დროინდელ მიდგომებს იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოთა კავშირის აგრესიულ პოლიტიკას მაშინ შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთ ევროპამ დაუპირისპირა პროექტები, რომლის ასაწევადაც რუსეთს არ ეყო ეკონომიკური ძალა და საბჭოთა კავშირი, რუსეთის მაშინდელი იმპერია ჩამოიშალა სწორედ აი ამ მზარდი მილიტარიზაციის პირობებში. გარკვეულწილად ეს ყველაფერი ამას მაგონებს, თუმცა უნდა ითქვას, სანამ ამ თემაზე სპეკულაციები დაიწყება, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი ბჭყალებში ისევ და ისევ რუსეთი იყო, იმიტომ რომ 2007 წლიდან სწორედ აი მიუნხენის იმ ცნობილი კონფერენციის შემდეგ, პუტინის იმ ამბიციების შემდეგ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა მსოფლიოში, რუსეთმა პირველი ნახტომი განახორციელა არქტიკაში და პირდაპირ ესე სიმბოლურადაც ჩრდილოეთ პოლუსის ქვეშ კონტინენტურ შელფზე რუსული დროშაც კი დაამაგრა, იმით რომ თქვა თავის პრეტენზიები გაემყარებინა არქტიკის რეგიონის ფლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უზარმაზარ ეკონომიკურ მოგებასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან დიდი რესურსებია იქ და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად რუსეთი ამის ათვისებას ვერ ახერხებს, ცდილობს ეკონომიკური ბენეფიტები მიიღოს ამისგან. დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ არქტიკულ სარტყელში გლობალური გამოწვევების შესახებ სტუმართან ერთად ვსაუბრობდით. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.